Salve მეგობრებო, დღეს მივდივართ ქალაქ გრემში, სადაც როგორც ძებში გავუშვით, მანდაც ანალოგიური ვოლიერი არის მოწყობილი და დღეს იქნება კინოლოგის გაშვება და გაშვებამდე იქნება ნადირობა კაცებელზე გამოხსნილად. იმედი მაქვს, რომ წარმატებული ნადირობა გაქნება. ნახოთ. რა თქმა უნდა, ნადირობა არის ლიცენზირებული და იმედი მაქვს, რომ შედეგი ერთად დასრულდება. მოკლედ ჩამოვედით უკვე ლოკაციაზე. ხოდა სამწუხარო ამით მერაბი მწააგო ბრძოლა სამწუხაროდ. ძალიან დაღონებული ვარ პირადად მე და ბიჭებიც აქ, მაგრამ საქმე გასაკეთებელია, გველოდება, ტურები გველოდებიან და იმდენად არის მომრავლებული, რომ ფიზიკურად ვერ გაუშვებ ისე ფრინველს. ანადგურებს თელ ფრინველებს. ეს არის ლიცენზირებული ნადირობა და მოკლედ საკმაოდ დიდი რაოდენობით ვარ შეკრებილი მონადირეები და ახლობლად 50-მდე ვიქნებით და იმედია წარმატებული ნადირობა გამოგვიო. ნომრებში რო ჩავდგებით, მაშინ დავმუხტავთ ჩოპები. განაჩენილი ეს ფერები ახლა ბევრი არ არის, მაგრამ ავანაცი გულით არის, ხო? რაც არის გულით არის და ფართობი არის, ხო? არის ფართობი არის, მაშინ გავაკეთოთ შეიძლება 60 კაცი ველი სარეკი გავაკეთოთ რა. ეს ჩვენ უნდა მოვიღოთ სისტემატურად რა. ხვალ ზერ მასე კი არ არის პრობლემა, მაგრამ გათოდება ლიცენზია კიდე გამოვიძებ, კიდე ამოვიღოთ. თავი არის დღეს გავუშვათ ფრინველებში ჩვენ. გაშვება ჩავატაროთ ისე როგორც ესე და რიგია, ესე იგი კაცებს ვიღებთ და უშვებთ კეთილშობილ ფრინველებს სანადირო ობიექტს. და ვიცავთ მას და ეს ხალხი ძირითადად არის მონადირე და დამცველი. მოიჩვენო თავიდან ბოლომდე და მით უმეტეს აქ კახეთში რა. მე მაინტერესებს მე ჩვენ სად უშვებთ ამ გნოლებს სადახოს. მონასტრის ტერიტორიაზეა ვოლიერი მოწყობილი. შარეკში რამდენი კაცი მიდის? შარეკში 4 უნდა წავიდეს. ქვემოდან 2 ზემოდან. სწორად არ მოურეკეთ რა, შეიძლება ჩავარდეს ყველაფერი. და 100 არის ნომრებიც რა, რამდენად სწორად დავკეტავთ და როგორ მოურეკავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. ამიტომ ჩავკეტოთ ბოლომდე და სარეკი უნდა იყოს მაურიანი, დევნა, ზაღლები და ყველაფერი. ეს ზედავკეტოთ. ხილების ნაპირი დავკეტოთ და გარდი-გარდ მოისურვოთ. მაშინ წავედით და დანარჩენი იქ გავუკეთოთ. აღარ დავკარგოთ. მოვედით ადგილზე, საიდანაც დავიწყებთ ნომრებში გადანაწილებას, საკმაოდ ბევრი ვართ რაოდენობით და დიდი სარეკი გაკეთდება წესით და იმედია ყველაფერი წარმატებით და რაც მთავარია მშვიდობით დასრულდება. იმედი მაქვს, რომ კარგი ნადირობა გველოდება წინ. რაღაცა შენ იცი აქაურა, მოდი მე შეგვერძე ვიქნები ძმა. მოკესაბურთალო აქეთ. არა. თბილისელებს იქით გვიშევენ მარტივი იმაზეა რა. არა, მართლა ჩართი. მედი ამა? ეს. კი. ტესტი? აბა თქვენ დაილაპარაკეთ? აი, სანთი. მიღება. კი. მაიცა? რა არის? ძმა, აუწი ხმას მე რო არ გისმის. ეხლა ისმის. ეხლა წყალი მოდის პატარა. აუ. არ გადაგულა თუ რა. წყალი მოდის სადღაც აემეებში. ხო. მე იმის იქით არის ალაზანი უკვე. ალაზანში არ გავა. ემტურამ უნდა დაიწყო შიგ ტრიალი. მესმის, მაგრამ ყოფილა ბევრი შემთხვევა ჭალაში. იმიტომ გაგაჩერეთ რომ ზაღლები რომ მიწოლია, ჩაოლებო გადა. მაგრი ალაზანშიაც გავა, მაგრამ ალაზანიდან დაიწყება გოგი. ალაზანში არ გავა ალაზანში. ისა, გამეგონა ეს ძალიან ბევრი ხალხი ვარ და
ხო, გვერდებზე არ ვისვრით და დამთავრებული. ესე არ ვისვრით და დამთავრებული. არა, მაგაზე არა, მაგრამ ბევრი ხალხი ვართ მე. და მჭიდროდ დავდგეთ, ხო მაგას იზახ. ხო, და გვერდზე არ ვისვრით და ეგ არის რა. აქ დადექი, აქ დადექი. ხილამანძილია. ბევრი და. წესი დუნდოდან მივბრუნდეთ უკან და მე უნდა მივბრუნდე. ორი სამი კაცი, აი კი ბატონო და დავლაგდეს. ესე ხო ყურადღებით იმით. მოკლედ ხა ნაწილი ბიჭების ეცდებით რომ პირველ ნომერს დაუბრუნდეთ მარლენთან. იმიტომ რომ დღეში არის შესასვლელი. და ვეცდებით რომ ტყიდან დავალაგოთ ნომრები, აი ნუ სავსე ვეყოფით, რა სანამდეც გავიშლებთ. ტურამ კი არა, ნებისმიერი ნადირი შიშველზე თავს იკლავს არ გამოვა. ამიტომ უნდა სარეკი ინტენსიური და ძლიერი სარეკი, თოფის როლით, იმით, ამით რომ გამოიყვანო. თუ არ გამოდის, მაშინ უნდა ჩალაგდეს შიგნით. წამოით ახლა თუ 3-4 კაცი, 3-4 და 7-8 და ვაფშე მოგონი ყველანი რა. ისინი სად არიან? ყველა იქ და არა, ეხა ძალიან დიდი წვეტა გამოვა. მოდი ჩვენ აქეთ წავალთ. კოტი აქ დგები? წარმატებები ძმო. შენ აქედან უშვებ ძაღლს? ო რა თუ რამე წამო? აქ ჩერდება ვინმე? ხო. გაიგოთ. მოკლედ, როგორც თქვენ დავდექით ნომრებში, მარეკი დაიწყო როგორც გადმოსცეს რაციაში. თითქმის ყველგან ადამიანი დგას, ჩაკეტილია მთლიანად. და რა ვიცი, იმედია ძაღლები იმუშავებენ, კარგი შედეგი იქნება. აი ესეთი მოკლე ვერსია არის ეს, საკმაოდ ბიუჯეტური იარაღია. და მოკლედ საკმაოდ მოკლე და კომფორტულია ხელში. ნახოთ საქმეში როგორი იქნება, თუ მომეცემა გამოყენების შანსი. გადაახლავით 20 წუთი გავიდა. რაც არ იქ დაიწყო, მაგრამ არაფრის ხმა არის მის საერთოდ. და თითქოს იმხელა ტერიტორია არ არის, რომ ვერ გავიგოთ ხმა. არც ველოდებით იმედია რამე იქნება. აი ეს უკვე ტურაზის ნასროლს გავდა. მაზი შენი სრული? რაკენი? მოგდე. ბაბუ ხო გამოვიდა ბაბუ? ბაბუ ხმაური უნდა დაბარანე. ბიჭებო, დასრულდა, შეგიძლიათ ყველა მოხსნათ ნომრებიო, ესე გადმოსცეს, ვინც ვერ გაიგეთ. მოკლედ, პირველი ნადირობა დასრულდა. როგორც ჩემს არ ცნობილი, ერთი ტურა მოინადირეს ბიჭებმა და ეხლა აგერ ემზადებით მეორე სარეკისთვის. იმედია ეს წინასწარ შედარებით უფრო წარმატებული და შედეგიანი გამოგვიყვება. აიტა მალევინით, იმიტომ არ მოდის ტურატო და ასე. აი, ესეთი ჭკვიანური, მე მთელი დღე აქა ვარ. ესეთი ჭკვიანური მე არ გამიგია. მაგით ვარ მოდის არაფერიო, კაცმა თქვა. ეგრეა ძმო, არ დავილოცეთ და მაგით ვარ მოდის. ბიჭებო, აბა, რა ვიცი. 5 ლიტრიანი თავი. პირველი ნადირობა გავაკეთეთ, მშვიდობიანი იყო. ეს ნადირობაც მშვიდობიანი იყოს და ცოტა უფრო წარმატებულიც რა. წარმატება გვაკლია პროსტა. გაიხარე ძმაო, გაიხარე. მოდი ეგ შეგვისო, რომ დაგჭირდება. ნახე? ხო გითხარი? აბა რამდენია? აბა კარგად დააკვირდი რამდენია?
აქ რატო არ გავა? აქ ვიღანდებათ როით სამის ნახევარი. არ გამოდის, არ გამოდის, მაგრამ გავაკეთოთ ხო არა მესწრით არის ვარ. გაუშვათ ამით გაშვები. გაუშვათ ხოხლები რატო? ხო, გაუშვათ რა ის გნოლები, იმას რომ მოეფერეთ ეს აღნიშნოთ. აქ კიდე დაგეგმეთ და სხვა დროს დავარკვათ კიდე და რა ვიცი როგორ გავიხარდებათ ისე გავაკეთოთ. მე არ ვიცი. კარგი მაშინ ავიშალეთ. ჯერ ზაღლები არ უპოვია. თან ზაღლები არა. ხო და არ გამოვა. ბერნანდელი სუპერ კოლექციონერი. მორჩა ნადირო. რა ხდება? ნადირობა მოიწყობა. ამჩი 6 საათი. კი. ესა გაუმორჩოს, რაც გავაკეთეთ იმას გაუმორჩოს, რაც გავაკეთეთ იმას გაუმორჩოს. ჰა, როგორია? გაუმორჩოს. საბარა დაკა გაიხარეთ მე. რაციები ვისა გაქვს ჩემი და ვაფშე ჟილეტებიც ვისა გაქვს ჩემი. მოკლედ ხა ის მეორე ნადირობა აღარ შედგა სამწუხაროდ. დროში ვეღარ ვასწრებდით. და ეხლა გადმოვიდით უკვე გაშვებაზე ფრინველების. ეს არის ვოლიერი მოწყობილი, აი ეს ეკლესიის ეზოში და აქედან გავუშვებთ ფრინველებს. ხელოვნურ მოშენებაზე, იმიტომ რომ აღარ ყოფნის ადამიანებს სურვილი უჩნდებას შესაძლებლობები აქვს და ყველა ისვრის და ამიტომ ნახეთ რა ხდება ევროპაში, ამერიკაში. გალიებიდან უშენებენ ხოხები და ესვრიან. ჩვენ მაგისი არ გჭირს, მაგრამ თუ არ მოვაშენეთ, აღარც ტყეში იქნება, არსად არ იქნება. ეს პროცესი უნდა განვავითაროთ ჩვენ. გადავიდეთ ფრინველებიდან ცხოველებზე. შველი, ირემი თუ რაც არის, ამასაც უნდა ჩაუდგე და ჩვენს გარეში არაფერი არ გამოვა. ეს არის საზოგადოების საქმე. ყველა ადამიანს თოფიან კაცს ვერ დაუყენებს შენ არისროლო. ის უნდა გახდეს თავის მშველი პირველ რიგში, მოწესრიგდეს, იქნდეს განათლება უნდა ქონდეს, კულტურა უნდა ქონდეს, იცოდეს წესი ნადირობის, როდის, რა დროს. გნოლი, კაკაბი, ხოხობი. 25,000-ზე მეტია გაშვებული უკვე ბუნებაში. 25,000. მამაო, ეს კაცი გახლავთ, აქაური კაცი ლაგოდეხელი არის. რომელიც განვამწესეთ საჩხერეში ამ საშენში ეს ულის იქს უყოლაფერს და გვიდგას გვერდში და მე მინდა მის ოჯახსაც მამამისიც ორნიტოლოგი არის და პროფესიონალი კაცი არის ამას უნდა მივხედოთ ერთობით უყოლას მე მინდა დიდი მადლობა მინდა უთხრა კლუბებს ეს არის მხარში დგომა ეს არ არის თოფისრულად კიდე ჩვენ სანადიროდ ჩამოვთ დაწევლებზე ჩემთვის კი არა ქვეყნისთვის არის გვერდში დგომა და რა ვიცი უკეთესი რა უნდა გავაკეთოთ მადლობა დიდი ბატონო თემო კი ბატონო ეს რა კაი კაცი გაგვიცი ბატონო ო ილია უნდა იცოდეს ხოლმე ყველა მე კაროჩე იქიდან და რო გამოდის აიგრი ძალიან მაღლა არაფერი აიგრი აი ისინი დავუკვირდით რა აიგრი გამოდის და ზოგიერთი ჩავდგები მე სამუალ მე არა აი ეს გადაკეთეთ ეს ისე გადაკეთეთ და ვშო რა ჩვენ საერთოდ ეხლა მოგის ეხლა სუყველა შემოუწო და აი ეხლა ეს დადეშ
ჯამთებად ვიყოფოთ მთელი საქართველოს, მთელი მიწა-წყალი ახალგაზრდობა უფალმა და ესეთი მადლი გაგვეკეთებინოს ბევრი და ბევრი და ბევრი. აიხარ, დიდი მადლობა. მოკლედ, გავუშვით გრემში, ძირითადად აქ გნოლები იყვნენ. და მსგავსად ისე როგორც ზეგვში და კასპში, აქაც რაღაც რაოდენობა დავტოვეთ. ძალიან კარგად და სწრაფად გაფრინდნენ და რა ვიცი, საბოლოო ჯამში ძალიან კარგი დღე გამოვიდა. ნადირობა არ გამოვიდა ისეთი ალბათ, როგორცაც ვისურვებდით, მაგრამ არა უშავს. ლიცენზიები აქვთ აღებული ბიჭებს და შემდეგ კიდევ ჩატარდება რამდენიმე გამოსახშირი ნადირობები, რომელიც იმედი მაქვს უფრო წარმატებული იქნება. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. მე შემდეგ ეპიზოდამდე გეფშტოებით. Sam